ცოტა მოდურ ტენდენციებზე ვისაუბროთ, ანუ ბოქსინგი კრივზე უკვე ვისაუბრეთ, პატარა ვისპარკინგეთ. ეხლა დღეს გიორგის დღეა ჩვენი ინსტრუქტორის და ძალიან მოდურ სპორტზე ვისაუბრებ და ვისპარკინგებ. რომელიც გოგონებში ძალიან პოპულარული ყოფილა თურმე, როგორც ჩვენი გიორგი გვატყობინებს. ხო, მოდი გიორგის დავუძახოთ და თვითონ მან გვიამბოს კონკრეტულად. გიორგი, მოდი აბა ძვირფასო. გამარჯობა. არა, მარტო არ არის გიორგი, გიორგისთან არის თავისი ახსაზრდელი, მოდი ესე ვთქვათ, რომელიც მოგვიანებით შემოგვიერთდება. გიორგი, ახსაზრდელებთან ერთად მოდის ხოლმე და გვაჩვენებს როგორ კარგი გოგოები ყავს, როგორ ახარ? კარგად, თავად. რა უნდა გვაჩვენო დღეს? რა ვიცი, არა გვიშავს. დღეს გვექნება kickboxing-ი. დედა, გოგოები შვებიან ამ ყველაფერს? გოგოები შვებიან და ვავარჯიშებ კიდევაც. და კაი შედეგები გვაქვს. შედეგი არ არის გოგონების. სული არის, როგორ არა, საერთოდ ეხლა რაღაც დონეზე სპორტული ნიჭი მაინც უნდა კონდეს, რომ გაკაჩო, აი შეგვიძლია და ვიდეოები. მე ასე წიხლებს გირტყავენ გიორგი, გოგონები? ვა, შეხედე, სოფიკო. ხო, რაღაც ძალიან გააქვს. დაგეტაკო დღეს. სალომე ღვინიაშვილი რომ ახსენდება ბოქსის ხელთათმანებით, უკვე აღარ მიკვირს არაფერი. kickboxing-ი არის შერწყმული ფეხების და ხელების სახეობა არის ერთად ბრძოლა. იქ თუ მხოლოდ ხელი იყო აქტიური, აქ ფეხი და ხელი. არის აქტიური ხელი მხოლოდ. და აქ ფეხებიც არის ჩართული, შესაბამისად ბევრად რთული არის. და უფრო მეტ გამძლეობას მოითხოვს. ხო, იცი რას მოითხოვს, რასაც ხედავ კიდე. ძალიან მაღლა წევენ გოგონები ფეხს. ანუ მოითხოვს რომ გაწელვა. ეხლა ნახე, ხტები, იწელები. ხო. გამძლეობა გემატება, ძალიან საყედად გამოიყურები და მოკლედ ქუჩასთვის რო შეხვდეს ვიღაცა. არამზადა. მე ციხლის სახეში წავიდა ტყუპი. ეხლა ეს ყველაფერი ეთერში გვექნება შენ სტუმართან ერთად? კი, ანუ რაღაც ნაწილს გავაკეთებ. მზად ხარ მოტანილი გაქვს ეს შემოვიყვანოთ მაკო მეტრეველი, რომლისას მამაკაც შეეშინდება ქუჩაში, მე რო დაინახავს, იმიტომ რომ მაკო შეულა ხურდა დაუბრუნოს, ვინც გააბრაზებს. მაკო აქამდე მე შეგვიცნობდი როგორც ქალურ ძალიან ნას გოგონას და ეხლა უკვე შენი მეშინია. ხო, რა ვიცი, ეს 1-2 თვის წინ გადავწყვიტე, რომ მივსულიყავი გიორგისთან, სხვა შორის სალომე ღვინიაშვილის ვიდეო ვნახე Facebook-ზე, ბოქსით ვარჯიშობდა ასე ვთქვათ. და რაღაცა ჩავერთე, ძალიან აზარტულია, რაღაც მიზანი მაქვს ესე მგონია და აი რა მიზანი გაქვს რა? რეალურად არანაირი მიზანი არ არსებობს, მაგრამ ისე ჩავერთე ამ ამბავში და ისეთი აქტიური ვარ და ისე რაღაცნაირად შემართებით ვიბრძვი ამისკენ, რომ უფრო მეტი გავაკეთო და უფრო მეტი ვისწავლო, რომ რა ვიცი, რაღაცა ერთად ვაღწევთ. მოხწევს თვითონ ვარჯიშის პროცესი, რთული არ არის შენ? აერობიკად არის გადაკეთებული ზოგი ნაწილი. რთული არის, ძალიან ვიღლები, ძალიან დიდი შრომა უნდა, ძალიან ბევრი ვარჯიში უნდა, მაგრამ ნუ ყველაფრის მიუხედავად მაინც. იცი მაკო, ეხლა მე რასაც ვუყურებ, მე არ მინახია როგორ ვარჯიშობ, მაგრამ რეაქციას გაქვს განვითარებული საოცრად, ხო? ანუ უკნიან წამოღებული ხელი შეგიძლია პირდაპირ აი მართლა ესეა თუ მე მომეჩვენა. სწრაფი რეაქცია ძალიან სწრაფი რეაქცია. ხო? ეხლა ვნახავთ 2 თვის შედეგს გიორგის სახშიციან? იციან კი და შორის ძალიან გულშემატკივრობდა. კი? მამაშენმა იცის ლექსების წერა რო დაიწყე. ხო ნერვიულობა ეს იცის და ძალიან ისე არიან სხვათა შორის კარგად უყურებენ ამ ამბავს და ჩემი შვილებიც დარბიან სულ ბოქსის ხელთათმანებით სახში. არაჩვეულებრივ ფორმაშია და ეს kickboxing-ის უკვე შედეგია. ნაწილობრივ გიორგის დამსახურებაც არის. ახლა ვერ ვიტყოდი რომ არადა ცუდ ფორმაში იყავი რა ვქნა ეხლა ეს ქათინაური არ არის რეალობა ჩვეულებრივი, მაგრამ ალბათ რაღაც კორექტირება მოხდა შენს ხელზე. კი, ნამდვილად, აი შედეგი კი და განსხვავებაც არ არის, ამის ანუ ძალიან კარგი შედეგი ყველა რაც თავარია სიგარეტი გადააგდო. მართლა? არ იცოდნენ ხო რა. რა კარგია, რა კარგი. რამდენი ხანია გადააგდე? ვარჯიში რაც დავიწყე. ვარჯიში რა გიორგი? სხვა შორის ბევრმა თქვა გიორგის შეგირდებმა რომ მოწევას თავი დაანებოს. იმანაც ხო არ ვიცი სახელმწიფოების არ აცხადებდა რო ეწევა ჩვენთან ეთერში თქვა რომ შევეშვიო. ხო და ამიტომ რაღაცა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ უბიძგებს გიორგი ყველანაირად მის შეგირდებს. გვაშვენეთ ერთი აბა შედეგი დავიწყეთ. პირველ რიგში მადლობა Master Sports მე მინდა ვუთხრა არჩეულებრივი აქსესუარებისთვის, ჩვენი ჩაცმულობისთვის. დღეს უბრალოდ მე არ ჩავიცინდი რომ მაკოს როგორ დავუდგე გვერდზე, როგორ ვისპარინგო, შეიძლება დამაგდოს და დღის დროს დარჩება უნანიკოს მარტო შენს ამბავი. არა, ნანიკო მაგას მე ვერ გადავიტან, ამიტომ მიჯექი დღეს ჯობს. კარგი. ყოველთვის ვარჯიშის წინ არის აუცილებელი გახურება, მაგრამ რადგან მე და მაკო გახურებულები ვართ. უკვე. კი, ცოტა გავიარეთ. დავიწყოთ დერეფანში დარბოდნენ, კონტაქტი დაიმაგრეს უკვე. ხო, აბა დაიწყეთ. კარგი. ჯერ დავიწყოთ ხელებით. გახურეთ. სათხარ? 1-2. მოკო შეხედე. კიდე. ჩვენი რა დახდის? კიდე.
ხელების კომბინაციები. ვა, ოჩახ მაკო? ბრავო! ვა, მაკო! ვაი. და ეხა გადავედით ინბოქსში ჩავხეთ. რა ჩავხოთ? ფეხებით უნდა ჩავხეთ. დავიდე. ვა. მაკო ერთ-ერთი კარგი მოწაფეა გიორგი მე მგონი არა საჩვენებელი. კი, მიდა წარმოვიდგინე. ოჩახ. ეს არის მაკო, ბრავო. ეს არის მუხლებიცაა ჩართული, ხელებიც არის ჩართული, იდაყვები არის ჩართული. და აი, მთლიანი ტანს ფლობ. არ გაგალახოს მეშინია გიორგი, ეს არ გაგალახოს. არა, შეგვიძლია განახოთ კიდე. მიდი. 1 2 ვა. ხანეს მომწეს ფეხები ხდება. ყავს. 2 და მუხლი. ვა, მუხლი. ოჩახ. მაკო, ბრავო. ეს არის უკვე ტაივანდური სახეობა, სადაც კიკბოქსი მოდის ტაივანდური ბოქსისგან. გამოიგონეს ტაივანდელებმა იდაყვების და მუხლების ხარება. შესაბამისად მე გამვითარდა და გადავიდა კიკბოქსი და ხალხი ძალიან ლამაზია მოძრაობა, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ ასუთხა. გეგონება რომ ფეხი უნდა მოგარტყას, ამ დროს მუხლი. აი ერთი ისა გვაქვს, თითქოს ფეხს უტყვა, შეგვიძლია ალახოს. მოდიხარ და იყავ ხელს. ეს მანევრია. არა. თითქოს მოდიხარ წინა ფეხი და მე უტყვა ხელს. სათხარ? კაი. გავაკეთოთ ერთი ქვემოდან, მე ზემოდან. მე მგონი მაკო სახშიც რო გააბრაზოს. ხომ უკვე სახშიშია. აი. ოჩახ. ფეხი ნახტომით. ალამაზია. უფრო მეტი ძალა მიდის და თუ მოხდა სასურველ წერტილში შეიძლება ადამიანი გათიშო. სასურველ წერტილში თუ მოხდა. კარგი. სასურველი წერტილი მე ვიცი აკრძალულია ამ სპორტში. თუ შემთხვევით თუ მოხდა. საერთოდ ეხა აკრძალულია რაღაცა პროფესიონალ დონეზე არ არის აკრძალული. არის კი რაღაც გარკვეული ადგილები, სადაც არ უნდა დაარტყა ადამიანს. ტვენა ღრენა თითის დაკება ვიცი რომ არ შეიძლება. გიორგი, მაკო მე მგონი ერთ-ერთი წარმატებული მოწაფეა, მაგრამ აი ჩვეულებრივად ასეთი სპორტული მონაცემები როცა არა გაქვს. რამდენი დრო ჭირდება რომ მონდომებაზე არის დამოკიდებული. ეხა მაკო მონდომებულიც არის, ნიჭიც აქვს სპორტის, ადრეს ბევრ სახეობაში მონაწილეობდა. მოწყილა-მურე იყო. ხო და სპორტულია ხო ეს? და ნიჭიერი გოგო არის ხა და გამოდის კიდევაც. მიც მაკოს უყურებს მე შურს სავით. თუ შეიძლება ეს. არა, მეც ხარ უყურებდი, ძალიან აზარტულია, მეც მომინდა რომ ხო და აზარტული არის. თან რამდენი ყავს ჯგუფში გოგონები, ვისაც მოწონს კიკბოქსინგი და ვინც გადმოვიდა და საერთოდ ვისაც ვარდიშობს, ერთი სული აქვს ვარდიში მორჩა და მე ბოქსი დაიწყოს. მართლა? შენი კი. მაკო, რამდენი ხანი დაგჭირდა რომ აი ეს რაღაცა ილეთები ასე ორგანული განხთარი იყო შენთვის? დიდი ხანია დაჭირდა. დიდი ხანია დაგჭირდა? ორი თვეა დავდივარ. კვირაში ერთხელ მაქვს ბოქსი. და სადღაც 1 თვე ალბათ. და დანარჩენი დღეები ვარდიში? დანარჩენი დღეები უბრალოდ ფიტნესი. ყოველ დღე? არა, კვირაში 2 ჯერ. კვირაში 2 ჯერ და მესამე ბოქსი. ნახე და ძალიან ორგანულია შენთვის ეს ხტუნვა, ძალიან მომეწონა. რომ ვერ ხვდები რა უნდა დაგარტყას ადამიანმა. სად უფრო გინდა წასვლა ბოქსის გაკვეთილზე გიგეჩქარება ხოლმე? ბოქსი რა თქმა უნდა. კრივის. კეცი რატო ანუ მეც როგორც ხედა უფრო სახალისო არის, უფრო მეტ ენერგიას ხაჭა, უფრო სწრაფი შედეგი. ვისაც გახთმა უნდა ის კიდევაც ხდება, ვისაც გამაგრება უნდა ის კიდევაც მაგრდება. და საბოლოო ჯამში 1 საათი ბოქსის ვარჯიში უდრის 4 საათიან ფიტნეს. მე რომ კი იმხელა ენერგია მიდის, იმხელა სუნთქვათ საჭირო ყველაფერი. ამიტომ გახდა კრივი ასეთი პოპულარული გოგონებს შორის თბილისში. ძალიან ბევრი შედეგზე ორიენტირებული ან რომ მართლა თუ 4 საათს უდრის 1 საათი ძალიან ხდება და ძალიან შეკულია და სახალისოა ნანიკო რა მასაყურებელია. ავდგე და გააკეთეთ რამე რა. იცი რა მაინტერესებს ამ ელემენტარული ვარჯიში მაყურებელმაც რომ ისწავლოს რომ ქმარი მოიგერიოს რა მამა მოიგერიოს უჯერში საერთოდ როცა ცაცია ადამიანი ის ყოველთვის დგება მარჯვენა ფეხი და მარჯვენა ხელი წინ იმიტომ რომ უნდა იყოს მუშა ხელი მარჯვენა და ეგრეთ თქვა ბუმ დარტყმა უნდა იყოს მარცხნით იმიტომ რომ ისაა განვითარებული ამ შემთხვევაში მაკო არა მაკო მემარჯვენეა და მარცხენა ფეხს დებს წინ ანახე მაკო გავიჭიროთ ხო და დარტყი მარჯვენა კიდე ნახე რა ურტყავს რა ძალით ურტყავს კიდე ეხლა ნახე გავდავალ კომბინაციებზე 4 წინ 4 ქვემოდან მიდი 4 წინ 4 ქვემოდან და რა ენერგია მიდის კიდე 8 ციოზე მოხდეს გიორგი კიდე 2 დარტყმა 2 აცილება და 4 გიორგი შენ ყველა მოწაფეს ინდივიდუალურად ავარჯიშებ ბატონო ყველა მოწაფეს ინდივიდუალურად ავარჯიშებ რას ურტყავს შენ თუ არა ხარ ის ურტყავს მე ის გრუშაც მაქვს ორი ზემოთ 2 ქვემოთ როგორ აძლევს იმას დავალებას კიდე ჩუმადებს დიდი და უთვლის და თავი ფეხებს როგორ მაგრად ჯვარეთინა დაკეთებს ხომ კაპ
ოპა. ოჩა. ოჩახ მაკო. აი ეს სახო. ბრავო. ბრავო მაკო. ოჩა პანტერა. ერთი, ორი და მუხლი. პაკაძეში და მაკო თუ ჯერა. გამარჯვება. გეკაჩება რო ჩაჟდე. ეს მაკო ორი თვის მერე რომ მოვიყვანოთ კიდე რა მოხდება? ოქროში რა შედეგი აქვს? ფინავი იქნება. იფრენს. ყველა ძალიან ესილეთში მომწონს მაინც ეს. მაგრამ ერთი არის აი რომ ხტები და გონია რომ ფეხი უნდა დაარტყა და ხელით მიდიხარ. რაღაცა ხო. მანე გავაკეთოთ მარჯვენა და მე მარცხენა. აი ეს ხო, პანტერა. მარჯვენა და მე მარცხენა ფეხი. შენ რომელიც გიყავს? შენ რომელიც გიყავს? შენ მარც. ნახე, მარჯვენას ურტყავ, მე მარცხენა. დავიდა. ა მარჯვენას ვითომ ურტყავ ატყუებ? არა. ერთს ურტყავ და მე ხტები და მეორეს ურტყავ. ძალიან რთულია. და მატყვა. ჩხუბის დროს ყველაფერი და გაგახსენდეს. აი მაკო მე მგონი ამ კვირის ნავარჯიშები გაქვს დღეს. მე მგონი ეს უფრო რთულია ვიდრე კრივი. კი. საერთოდ როგორ არის ჯერ ვამზადებ კრივში და მე ვისაც ვატყობ რომ მზად იქნება გადავიდეს ფეხებზე, იმის გადამყავს. მაკო პირდაპირ მზად ყოფნაში იყო, ხო? სპორტულია და ნავარჯიშების ხეულია და ეტყობა. თავიდან რაღაც კონდიციამდე ავიდი. მოდი დაჯექი მაკო, თორე ვეღარ სულხავ, მოდი. დაიღალე? გამღლელია, ხო? აი რა პერიოდულობით რაღაც პერიოდი ავარჯიშებ, მე რაღაც პერიოდი ასვენებ, ხო? კი. ყველას ინდივიდუალურად ვაძლევ, ზოგი მალე იღლება, ზოგს უნდა კიდე დიდი ხანი. მე ხაც აქცეული ვიქნებოდი უკვე ეს რომ ამეკეთებ. გიორგი რა მაინტერესებს? აი დავუშვათ გადავწყვიტე ამ სახეობაზე სიარული და რაღაც შემიძლია რაღაც მოსამზადებელი ვარჯიშები სახში მე თვითონ გავაკეთო, ან რაღაც დავუშვათ ინსტრუქტორის გარეშე სახში რაღაც ილეთები გავაკეთო, როგორ დაგვარიგებდი? ყველაზე დაგარიგებდით რა ეს სახში თუ არ ყავს პედაგოგი ვერ ხვდები როგორ უნდა გააკეთო. ნუ არსებობს ინტერნეტი, არსებობს YouTube, იქიდან შეგიძლია ისწავლო. ხო, მაგრამ ხო შეგვიძლია ვიყიდოთ ეგრეთ წოდებული ქართულად არ ვიცი როგორ არის სამწუხაროდ მსხალი და დავკიდოთ სახში და იმაზე სახში მაგრამ მაგასაც ცოდნა უნდა რომ სწორად როგორ დაარტყა. ხო. ხო და შეგიძლია იარო ერთი თვე და მე სახში გააგრძელო, მაგრამ კვე არ არის მაგაზე პრობლემა. ანუ როცა თარმინდევრობა იცი ხო რაღაც ვარჯიშების? ხო, თარმინდევრობის ცოდნა სწორი დარტყმა უნდა იყოს. ხო. არა, თავიდან ყველაფერი სილურჯებით. აი, არასწორად გულს როცა უტყავ და არასწორად როცა უტყავ. არა, შეიძლება მართლა დაიზიანო. მაგისტრას რაც ფეხები და ხელი როგორ გიჭირავს სწორად. მაგას ყველაფერი უნდა გაასწავლოს. პედაგოგის გარეშე რთული არის და მე რო გიორგის ამიბჟანდით სახში არ დაკავდეთ თქვენით ამ გენიალური სპორტით. კი, ლამაზია, კარგია. მაკო მომანდომა მეც რო პატარა ვირბინო ფეხი ავწიო დავარტყა, მაგრამ გიორგის გარეშე არ გამოგვია. მაკო, რა ვიცი, მაკო ძალიან დიდი მადლობა. სერიოზულ ასპარეზობაზე. სამსახურშიც იციან, ხო? კი, რა თქმა უნდა. უხილით მაკო მეტრეველს. სადაც დაინახავ, კარგად მოვყართ. მადლობა მობრძანებისთვის. რეკლამის შემდეგ კი გურულები იფრენენ აი ასე ჩვენთან ეთერში. აქ ძალიან ბევრ ამას გააკეთებენ, ასე რომ დაგველოდეთ ვიღიღინოთ ლანჩხუთელებთან ერთად დროებით.